სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ის ეხება ისეთ საკითხს, როდესაც ჩვენ ბიბლიაში წავიკითხავთ რაღაცა მუხლს, რაღაცა ადგილს, განსაკუთრებით შეიძლება ის იყოს იგავებში, ფსალმუნებში და შეიძლება ეს მერე უნივერსალურად გავიგოთ, რომ ეს ყოველთვის ესე უნდა იყოს. აი ეს მინდა უბრალოდ თქვა და მე უკვე როცა შეხვდებით რომ ესე არ არის, შეიძლება თქვენ თავში წინააღმდეგობა ან რაღაცა მოხდეს, ხო? დაბკოლდეთ. ეს ეხება ფსალმუნს, სადაც ლაპარაკია რომ არასოდეს მას არ უნახავს, ფსალმუნ უმღერალი ამბობს, მართალი კაცი რომ ბიტოვებული იყოს და მისი შთამომავლობა პურზე მათხოვრობდეს. და ამაზე ბევრი მომისმენია მე საუბრები. რა სიტყოდით ამაზე? და მე წავიკითხავ ამას. გამარჯობოთ პასტორ ჯონ, 36 ფსალმუნში არის ადგილი, სადაც წერია. მართლის მცირედი ჯობია უკეთურთა დიდ სიმდიდრეს, რადგან შეიმუსრება უკეთურთა მკლავები მართალთა შემწეკი ღმერთია. იცის უფალმა უციკლოთა დღენი, უკუნისამდე იქნება მათი მემკვიდრეობა. არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღებში დაბურდებიან. ბოროტნიკი დაიღუპებიან და მტერნი უფლისა საძოვრის ხასხასის მსგავსად გაქრებიან. კვამლივით გაუჩინარდებიან. ბოროტი სესხულობს და არ იხდის, მართალი კი მოწყალია და გასცემს. რადგან უფლის მიერ ნაკურთხრი დაიმკვიდრებენ ქვეყანას, მის მიერ დაწყევლილნი კი ამოწყდებიან. უფლის მიერ წარიმართება კაცის ნაბიჯები და განამტკიცებს მას, მისი გზებიც მოსწონს. კიდეც რომ წაბორძიგდეს, არ დაეცემა, რადგან უფალს უჭირავს მისი ხელი. ყმაწვილი ვიყავი, ახლა მოდის აი 25. ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვილი. ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს. კურთხეულია მისი შთამომავალი. ეს არის უბრალოდ ნაწილი იმ ფსალმუნის, ეს არ არის მთლიანი ფსალმუნი, შეგიძლიათ 26 მთლიანად წაიკითხოთ, მაგრამ ეს კონტექსტი, რომელიც ლაპარაკია მართალზე და ბოროტზე და კონტრასტი არის აქ ამოცებული, ხო? როგორი კონტრასტული არის ამათი ცხოვრება და ეს არის მითითებული აქ. და ქალბატონი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოსურათზე, მე დავდევი ქრისტიანობას ამდენი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდი. მე ვიყავი ჩართული ძალიან ბევრ მისიებში, ეთყობა ფილიპინელი უნდა იყოს ან კორეელი, უფრო ფილიპინელი. და ძალიან ბევრ ადამიანებს შეხვდი, განსაკუთრებით უფლის მსახურებს, რომლებიც ძალიან ერთგულები არიან. მაგრამ მე ვხედავდი, რომ ხშირ შემთხვევაში ისინი შიმშილობასაც განიცდიდნენ. ახლა როგორ შეგიძლიათ ჯონ აგვიხსნათ ეს? ჯონ მაკარტური, რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ არის პრინციპი. აქ არის მარტივი პრინციპი გადმოცემული, რომ უფალი ზრუნავს თავის ხალხზე. ეს იგივეა, რასაც მათესაღარებაში ჩვენ კითხულობთ. იესო როცა ამბობს, ნუ ზრუნავთ იმაზე, რა ჭამოთ და რა სვათ, რა ჩაიცვათ. ნუ თუ არ იცი, რომ თქვენი მამა, რომელიც ბეღურებზე ზრუნავს, თქვენზეც იზრუნებს და ასევე ყვავილებიც არის მოყვანილი, ხო? ვინ იძლევა ველი შროშანებისთვის საჭმელს, ისინი არ შრომობენ, არ თავენ, ნახეთ, როგორ არიან შემოსულები, ხო? ეს არის უბრალოდ პრინციპი, ჭეშმარიტი პრინციპი იმის თქმისა, რომ ღმერთი ზრუნავს თავის შვილებზე, თავის ხალხზე, თავის მორწმუნეებზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ხანდახან არ იქნებიან დევნის ქვეშ. ისინი ხანდახან ციხეში არ მოხვდებიან. ეს არ ნიშნავს, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლება შიმშილითაც მოკვდეს. როდესაც ეს დრო დადგება და ღმერთი დართავს ამას ნებას. გახსოვთ იობიც რა მდგომარეობაში ჩავარდა, როცა სატანამ აიღო უფლება, შეეჭირვებინა. მაგრამ ზოგადი პრინციპის თანახმად, ღვთისგან განცალკევებულ ადამიანებს არ აქვთ ღვთაებრივი საზრდო. ეს არის კონტრასტი აქ მოყვანილი. ღვთისაგან ცალკე მყოფ ადამიანებს არ აქვთ ღვთაებრივი მზრუნველობის დაპირება. ადამიანებს, რომლებიც ღმერთს ეკუთვნიან, ყველანაირად ეძლევათ პირიქით ღვთის დაპირებები. და ფსალმუნ უმღერალი უბრალოდ ამბობს, რომ ღმერთი ზრუნავს თავის ხალხზე და ღმერთი უზრუნველყოფს თავის ხალხს. გახსოვთ ხომ ისტორიულადაც მანანა უდაბნოში? გახსოვთ ხომ? ეს არის ჭეშმარიტება აქ მოცემული. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისტორიაში არც ერთ ქრისტიანი არ მოკვდარა შიმშილით. რადგან ვიცით, რომ ბევრი ესეთი ციხეებში, როცა აღმოჩნდა საპყრობილებში, ესე გარდაიცვლებოდნენ.
უბრალოდ ზოგადი პრინციპის თანახმად ღმერთი ფარველობს თავის ხალხს, ინახავს მათ მანამ, სანამ ეს მისი ნება არის, რომ ისინი ბოლოს უკან თავისთან გაიხმოს. კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისათვის.